აბა დავიწყოთ გოგოებო პიცა რო შეგპირდით. როგორ ახართ? დღეს მარხვა, მაგრამ ყველანი ხوار მარხულობენ და ამიტომ მაინც უნდა გავაკეთო. ორი კვერცხი. აი ესე აღება ორი მარილი. გავხსნით კარგად. ამის რეცეპტი მიდევს, მაგრამ ეხლა ცოტა რაღაცები შევცვალე და იმიტომ ვიღებ ჩემო კარგებო. ორი კვერცხი გავთქვიფოთ. დავასხათ, აქ მაქვს 9 ლიტრია ეს კრუშკა, 9 რძია ადუღებული და 9-ია წყალი. ეხლა რძე ხო იცით უკვე აღარ არის იმდენი და შეგიძლიათ მარტო წყლითაც გააკეთოთ. მე არ მქონდა ბევრი წდა რომ შემენახა ისედაც ესე უფრო კარგი გამოგივათ ჩემო კარგებო და დაიმახსოვრეთ ერთი რამდენი კვერცხიც ექნება იმდენი მოზრდილი ჭიქები როა 200 გრამიანი იმდენი ფქვილი უნდა დავაყაროთ. ეხლა ამას კარგად გავთქვიფავ და უკვე ფქვილზე გადავალ. ის არის ჩაყარე ორი ჭიქი. ასე მოუხერხებლად ვარ სულ. მე რაღა ძალა მადგია, მაგრამ რა უყო, მინდა გაგიზიაროთ. ვერ ვიყიდე ის დასადგმელები 1000 რაღაცეები. ორი ჭიქა ფქვილი ჩავყარე გოგოებო და გითხარით რამდენი კვერცხიც არის, იმდენი ფქვილი დაამატეთ და ერთი ჩაის კოვზი სოდა. ეს ყველაფერი ახლა კარგად გავთქვიფოთ და დავამატებ ახლა ამას აბარას 100 გრამზეც. მე ოლეინაზეც ხმარობ ჩემო კარგებო. ეხლა ამას აურევთ კარგად და უკვე გადავალ აწყობაზე მერე. მე ფქვილი კიდე დავამატე ერთი ჭიქა მეგობრებო, რომ ფქვილზეც არის დამოკიდებული, უმაღლესი ხარისხის ფქვილი წამოვიღე და ცოტა მეტ ფქვილს საჭიროებს მაგ შემთხვევაში. ცოტა სერი და ისა ორი ჭიქაც საკმარისია. ისე რაღაც გულდამძიმებული ვარ მეგობრებო, თან მინდა გითხრათ, მომეშვება. ხო მოვედი წერან ჩავწერე ვიდეო და რომ ნახე ყავა დამვიწყნია და წავედი ისევ ქალაქში და რომ წავედი ახლო ვცხოვრობ მეგობრებო გორთან ახლოს 5 წუთში ვარ ცენტრში და ავტობუსი ჩემ კარებზე ჩერდება ისე რომ მეკითხებით ყოველ დღე კი არა შეგიძლია 5 წუთში ერთხელ გახვიდე. ხო განამუშავდა რამე კაციც მე ვარ, ქალიც მე ვარ და ხანრა დაგჭირდება, ხანრა და გავბივარ. ხო, ეგ თქვენ ერთ-ერთ შეკითხვას გავეცი პასუხი. და ეს გოგო შემხვდა, ქალი იქნება 65 წლამდე, შეიძლება არც ვერ ავკითხე, მომერი და ასაკი. ძალიან კარგი გოგო, ძალიან ძვირფასი და ისეთი გატეხილი იყო, რომ აი არ ვიცი ძლივს ვიცანი ჩემს სოფლელი გოგო, ძლივს ვიცანი. მეუღლე დაღუპული ყავს და ისა მოვიკითხე და შვილზე მითხრა რომ ძალიან ცუდად ახოლია. მართლა ძალიან ცუდად რა და ისე განვიცადე, ისე რომ ღმერთო ყველას დაგილოცავთ შვილებს, ყველას ჩემი შვილების თამადობით. ცუდი არასდროს არაფერი გაგვეგოს, ისე გული დამწყდა რომ რა ვიცი რა, თვითონ ეს ქალი არის განადგურებული რა და არავინ არ მენახოს ეგრე არავინ რა. არავინ არ ვიცით კიდევ ის რა გვიწერია მეგობრებო. არასდროს არავის არ უნდა გაგვიწითლდეს რა. სადღაც ჩაგვისაფრდება ისეთი ბედნიერი ოჯახი იყო, ისეთი შენატრებდი და ძალიან გული დამწყდა საუკეთესო ქალი თან. რო არ მეთქვა ახლა აი ამოვისვამ თქვენ რო თქვი და მომეშვა ძალიან ვიცი განცდა. ავიღოთ ახლა სინ ჩემო კარგებო და
დავიწყოთ აწყობა. ბოდიშით რო ჩაურთე ეს რა უყვება ძალიან განვიცდიდი და რაც მოვედი გულზე მაწევს. უბრალოდ ერთმანეთი გვიყვარდეს, მოგავბოროტდებით, კიდე გეუბნებით, არასდროს არ ვიცით ის როდის რა დაგვემართება. საუკეთესო ქალი ეგეთი განადგურებული, აი ძალიან გული დამწყდა. შეეწიოს ყველანძელი დღის მადლი ყველას. ავიღეთ ესე, ჩავასწრე ბოდიშით მეგობრებო კიდე ერთხელ ბოდიშს ვიხდით, მაგრამ რა უყომეს თქვენ ამყიხართ და სხვას ვის უთხრა. დავაყაროთ ახლა ყველი. ესეთი გაკეთებული არის სწრაფი, არც ფილი დაგეყრებათ აქეთ-იქით გოგუების გასაგუნად ვიძახი. ბავშვები რო ყავთ პატარები და სკოლიდან რომ მოდიან რა ჭამონ. აი ესე თან ვიჩქარო. დროში ჩავეტიო ბულგარულები. ეხლა რო იძახებთ, არ ვიცი, მე არასდროს გამომიძახია პიცა. რა ჯდება თუ იცება, ვინც იძახებთ. ხო, კარგ თანხას იხდით დარწმუნებულება. პომიდორს კიდე დავჭრე. დაგიბრუნდებით, რასაც დავამატებ. ესე დავალაგე კალბასიც გოგუებო. დღეს იმაში ბეღელში ფასდაკლება იყო კალბასებზე. იმდენად მიყვარს კალბასი, არასდროს მქონია სურვილი, მანახა მეთქი როგორ აკეთდება, რომ არ მინდა რომ წარმოდგენა დამეკარგოს. თქვენ როგორ ახართ მაგ შემთხვევაში. დავამატებ ახლა მაიონეზს. მეც ჯერ იმას მოვაყრე, წარე უყვართ. ის უხდება სუნელი უეჭველი პიცისა. ყველაფერია შიგ. ეგრე იკითხეთ ეს სამეფო არა ვიცი, მომწონს მე ამათი. მეტა არ გაფუჭდეს, ხო იცით, თავიდან კარგი ახმო და მერე ფუჭდება. ახლა მოვასხავ მაიონეზს და კეჩუპს. გამოიყურებ ეს ჩემო ძვირფასებო, ზემოდან პიტანა მოვაყარე, სანამ ნედლია. თან მოეწონათ იმ დღეს აი ასეთი გაკეთებული. და ეხლა შევაბრძანებ გამოსაცხობად. ესეც ასე, ჩემო კარგებო, გამოცხვა. ჩვენი პიცა ცხელია, არის ძალიან კარგი, ძალიან გემრიელი, ნოყიერი და იული გასაკეთებელი. თუ გააკეთებთ, დამიწერეთ კომენტარებში. დროებით ახლა გემშვიდობებით, მიყვარხართ, გკოცნით და ბედნიერი დღეები და ჯანი მოგცეს ღმერთმა მეგობრებო. ისე გამოიყურება.